ეხა კონტენტი უნდა გადამეყო და ხმეში ჩავაბიჯე. ხადა აუდიორის სახში გამოვიცვალო. მეგობრებო, მე ვარ ედგარი და დღეს მე თქვენ გაჩვენებთ თუ რატომ ჯობია მოტოციკლი მანქანასთან ბევრჯერ. 2010 წელს თბილისში დაახლოებით 180,000 მანქანა იყო. 2020 წელს მაჩვენებელი 650,000 გახდა. 2025 წელს კი მილიონსაც მიაღწია. ქაოსი, დაუსრულებელი სტრესი, ფუჭად დაკარგული დრო. მე კი ამ ყველაფრიდან გამოსავალი ვიცი. ჩემი მიზანია ამ ვიდეოს ბოლოს შენ დაგარწმუნო, რომ გჭირდება მოტოციკლი ან მოპედი. და 12 მიზეზს გეტყვი თუ რატომ უნდა გააკეთო ეს. სპეციალურად ამ ვიდეოსთვის ჩემი მოტოციკლი ამოვქოქე და ქალაქის ცენტრისკენ გავეშვი. რადგანაც ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, მოდი პირდაპირ ამ თემით დავიწყოთ. ბასლაინი. მოტოციკლით ბასლაინში მოძრაობა ნებადართულია. ერთი სამოძრაო ზოლი, რომელიც 1000 პრობლემას ხვეთს. თბილისში ავტობუსის ზოლი პრივილეგიაა, რომელიც ჩვეულებრივი მანქანებისთვის ნებადართული არ არის. წარმოიდგინე, საცობში დგახარ, უყურებ და მწვანე შუქიანთია და ამავდროულად ვიღაცა ტელეფონში იყურება. შენი შანსი გამაზე და ისევ წითელზე გიწევს დგომა. მანძილს, რომელსაც მე 1 წუთი ვანდომებ, შენი 20 წუთი დგახარ. კამერები მოტოციკლს ვერ აფიქსირებს. ამიტომ ბასლაინში როცა გინდა მაშინ გადახვალ, როცა გინდა გადმოხვალ. უბრალოდ პოლიციამ არ უნდა დაგიჭიროს. თბილისში მხოლოდ ეს უპირატესობაა საკმარისი იმისთვის, რომ წახვიდე და ეხლავე იყიდო მოტოციკლი. ან მოპედი. მაგრამ კაი, მოდი ნუ ვიჩქარებთ და კიდევ ერთ მიზეზს გეტყვი, თუ რატომ უნდა იყიდო მოტოციკლი ახლავე. მანქანებს შორის მოძრაობა. მანქანებს შორის მოძრაობის უპირატესობა მოტოციკლეტების შესახებ ალბათ პატარა ბავშვმაც იცის. ჭავჭავაძე, პეკინი, წერეთელი, თეთევანწამებული, ყაზბეგის გამზირი. რავი, კიდე ძალიან ბევრი ადგილი თბილისში ცენტრალური ქუჩა, რომელზეც მოხვედრა ნამდვილი ჯოჯოხეთია, განსაკუთრებით პიკის საათში. როდესაც გამოგიჩნდება საქმე ამ ერთ-ერთ დატვირთულ ცენტრალურ უბანში, იცი რომ შენ საქმეს დამატებით 2 საათი მაინც უნდა დაამატო, იმიტომ რომ საცობი უბრალოდ კატასტროფულია. ისედაც ვიწრო ქუჩებზე დახაზულია ბასლაინი, რომელშიც შენ ვერ გადადიხარ. ეს ბასლაინი გზის ნახევარს იკავებს. და ადრე თუ შენ სახლში მისასვლელად 20 წუთი გჭირდებოდა, ახლა 40 წუთი გჭირდება. მალე 60 დაგჭირდება, 80, 100. შენ კი საპასუხოდ ვერაფერს გააწყობ. უნდა იდგე საცობში და შეეგუო ბედს. მაგრამ მოიცა, მე შენთვის ერთი გამოსავალი მაქვს. დაივიწყე საცობი, საწვავის უაზროდ ფლანგვა, ნერვების მოშლა. რადგანაც ყველა მიცის, რომ ადამიანისთვის დრო ყველაზე მნიშვნელოვანია. მოტოციკლის და მოპედის ვიწრო გაბარიტიდან გამომდინარე, ის საშუალებას გაზრდებს ქალაქში ნებისმიერ ადგილზე შესრიალდე და გამოსრიალდე, ისე რომ არასოდეს გაჩერდება. ამ ბედნიერებას მოტოციკლის მძღოლის გარდა ვერავინ დააფასებს. საწვავი. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და კარგად იცი, რომ საწვავის ღირებულება სამლარს აჭარბებს. საშინელება, როცა ხელფასის მეოთხედს საწვავში ხარჯავ. ჩაასხავ, სამსახურში წახვალ, მოხვალ და საწვავი აღარ გაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ მოტოციკლი ბევრად უფრო მჩატეა, შესაბამისად საწვავსაც ბევრად უფრო ნაკლებ წოვს. აი ეს ვიდეო რითიც გადავიღე. ჩემი 600 კუბიანი მოტოციკლი ავიღოთ. ნახევარი ქალაქი მოვიარე თითქმის ამ ვიდეოს გადასაღებად. 5 თუ 6 ლარის ბენზინი დამიწვა. მართალია უფასოდ არ დადის, მაგრამ ძალიან ცოტაა. მეთანხმები? დროის მენეჯმენტი. მანქანით მოძრაობისას დღის მონაკვეთიდან გამომდინარე, ხშირად გიწევს მარშრუტის გადაწყობა. აი მაგალითად, თუ პიკის საათია იძახი, მოდი ახლა ზღვით გადავალ. ან მოდი სანაპიროთი წავალ. ან მოდი უბნებით გადავალ ჩორნე ხოდებით. დაივიწყე შემოვლითი გზები, იმიტომ რომ პიკის საათში ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში წასვლას დაახლოებით 20 წუთი დაჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, ან რომელი საათია. ვაკეში ხარ და ქალაქის ცენტრში გინდა მიხვიდე 10 წუთი. ვარკეთილში ხარ და ქალაქის ცენტრში გინდა მიხვიდე 20 წუთი. გლდანიდან მიდიხარ ცენტრისკენ 20 წუთი. მოტოციკლი არის ტრანსპორტი, რომელიც კოლოსალურად დიდი რაოდენობის დროს გიზოგავს. პარკინგი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა თბილისში. გარდა იმისა, რომ მანქანის გაჩერება ძალიან დიდი პრობლემაა, მოგვივლინეს ფორმიანი ხალხი. ხალხი, რომელიც აპარატით დადის და 50 ლარით აჯანმებს იმას, ვინც საათობრივად ფულს აღიხდის. ან თუნდაც დააყენებ მანქანას, გამოხვალ და აღარ ხვდება. და მიხვდები, რომ ევაკუატორმა ძალიან მაგარი ფოკუსი გაიგეთა. ისეთ დატვირთულ უბანში, სადაც ნემს ვერ ჩააგდებ, მანქანაზე ხომ ზედმეტია საუბარი. მოტოციკლი მეფესავით დადგება. ტროტუარზე, ქუჩაზე, პარკინგზე, პარკში, შენ სამსახურთან, ჩემ სამსახურთან, მოტოციკლი ყველგან მეფესავით იდგება. დაემშვიდობე ჯარიმებს და ყოველდღიურ 15 წუთიან თავგადასავალს, თუ სად უნდა დააყენო მანქანა. მოტოციკლის შენახვა და შეკეთება. მანქანას საშუალოდ 30,000-მდე ნაწილი აქვს. მოტოციკლს კი მხოლოდ 2,000. მანქანის სერვისი შეიძლება 1000 ლარი დაგიჯდეს და თუ კარგად ვერ ერკვევი, შეიძლება ვერც კი მიხვდე. კეთილსინდისიერად შეგიკეთა მანქანა თუ უბრალოდ დაგაბრიყვა.
მოტოციკლის შეკეთება კი ბევრად უფრო იაფიჯდება. ტრანსპორტის იშვიათობიდან გამომდინარე, საქართველოში ძალიან ბევრი ნაწილი არ არის, მაგრამ ნებისმიერი ნივთის გამოწერისას ის ორ კვირაში აქ იქნება და თან ძალიან იაფი ღირს. შენახვას რაც შეეხება ძირითადად ხუნდების, ანუ კალოტკების, ჯაჭვის დაზეთვის და ზეთის შეცვლით შემოვიფარგლებით. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მოტოციკლის სერვისი დაახლოებით 400 ან 300 ლარი ჯდება. თან ძალიან მარტივია, რომ მიხვდე ვინ გატყუებს და ვინ არა. მოტოციკლის რეცხვა. მანქანის გარეცხვა არც თუ ისე მარტივი პროცესია და არც თუ ისე ცოტა დრო ჭირდება. პერსასრუტით ამოწმენდა. შემდეგ ეგრეთ წოდებული კოვრიკების რეცხვა. მანქანის გაკაფვა, შემდეგ გადავლება. თუ გცალია, გაამშრალებ კიდეც. ანუ ამ ყველაფერს მინიმუმ 15-20 წუთი ხო ჭირდება. მოტოციკლის რეცხვა კი ძალიან მარტივია. ერთლარად კაფსას ხავ, ერთლარად რეცხავ, რაც ნამდვილად კომფორტულია. Ну, ესეც კურიოზი. მანქანით შესვლა აკრძალულია. მივედექით შემდეგ არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხს. ჩემთვის მაგალითად ერთ-ერთი ფავორიტია. ისეთ ადგილებში შესვლა, სადაც მანქანით ვერ შეხვალ. თბილისის ვიწრო ქუჩებში, სადაც მანქანით შეღწევა შეუძლებელია, ან თუნდაც აკრძალულია, ან ხელოვნურად არის ჩაკეტილი. შენთვის ეს შეზღუდვა აღარ არსებობს. სადაც გინდა იქ შედი, საიდანაც გინდა იქ გამოდი. სპეციალურად ამ ვიდეოსთვის ათონელზე მანქანებისთვის მიუწვდომელ ქუჩაზე შევედი, რომელზეც მანქანით ვერასდროს ვერავინ ვერ შევა. შევედი და ძალიან ბევრი დრო დავზოგე. აბა, არ უნდა შევსულიყავი. კამერები. ვიდეოს შუა ნაწილს გავცდით. რახან შინაურები დავრჩით კეთყვი, რომ მოტოციკლს კამერა ვერ აფიქსირებს. ამიტომ გულწრფელად რომ გითხრა, წითელზე გაჩერება შენს კეთილს ინდისიერებაზეა დამოკიდებული. მე მაგალითად აბსურდად მიმაჩნია, როდესაც გზას არავინ არ კვეთს. არაფერი არ ხდება და შენ უბრალოდ რობოტივით უნდა იდგე წითელ შუქნიშანზე. და ველოდო მწვანე როდის ჩაირთვება. გახსოვდეს, შენი დრო ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ ამ მოძრაობის წესს დიდად პატივს არ ვცემ და ხანდახან ვარღვევ ხოლმე. ბედნიერება. თავარ კომპონენტზე მივედით. მანქანა იმიტომ გავყიდე, რომ სტრესავდა. რთული დღე მქონდა სამსახურში, თუ კარგი, მანქანა უბრალოდ მიათმაგებდა სტრესს. და სახლში უკვე გამოფიტული მივდიოდი და როგორც იტყვიან ხოლმე, გავასუხარე. მინდა გადმოგცე, როგორი გზნობა მოტოციკლის ტარება. როცა ჯდები და ყველანაირი პრობლემა გავიწყდება. როცა სპეციალურად ირჩევ გრძელ მარშრუტს, რომ სახლამდე რაც შეიძლება დიდი ხანი იკატავო და მაინც ვერ ძღები. თავისუფლება და ბედნიერება, რომელსაც ეს ტრანსპორტი გთავაზობს, ფასდაუდებელია. სახლიდან ერთ ნაბიჯში. ვიცი რომ პარკინგზე უკვე ვისაუბრე, მაგრამ პირდაპირ სახლთან დაყენების ფუფუნებაზე ჯერ არ მისაუბრია. წარმოიდგინე რომ შენი სახლის წინ, შენთვის ყოველთვის იქნება ერთი ადგილი, სადაც შენ მოტოციკლს გააჩერებ. ერთ ნაბიჯში გეყოლება და ვერასდროს ვერავინ ვერაფერს ვერ იზამს ამის საწინააღმდეგოდ. მოტოციკლის შედევრია. 4 ბორბალზე მიმაგრებული ყუთი, რომელიც დღითი დღე კარგავს სულს და მალე ისეთი ელექტრომანქანებით ჩანაცვლდება, რომელიც ყველა ერთმანეთს გავს. საბოლოოდ მოტოციკლი ინჟინერული და დიზაინერული თვალსაზრისით ნამდვილი შედევრია. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ მოტოციკლი ყველას უხდება, ძრავის ხმა, მანევრი და ასწრაფება უბრალოდ შეუდარებელია. როდესაც ყიდულობ მოტოციკლს, შენ და შენი ტრანსპორტი ერთმთლიანი ხდებით და იდეალურად ერწყმით ერთმანეთს, რასაც მანქანაზე ნამდვილად ვერ ვიტყოდი. ჩემი დევიზი ასეთია: იყიდე მოტოციკლი და დაიწყე ცხოვრება. თუ გინდა რომ კიდევ რამე სხვა თემებზეც გავაკეთო ვიდეოები, გამოიწერე არხი და დაალაიქე ეს ვიდეო. ასევე შეძლებისდაგვარად გაუზიარე შენს მეგობრებს, მოტოციკლების მოყვარულებს და ასე შემდეგ. მე ყველაფრისგან მიუხედავად მაინც გავაკეთებ ვიდეოს და შემდეგ ეპიზოდში დაგელოდები. კარგად.